მოგესალმებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ანტიკორუფციულ პოლიტიკას, ანტიკორუფციული გარემოს გაუმჯობესებისათვის ჩვენ მიმართავთ ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, ასევე კორუფციული რისკების შესამცირებლად, კეთილსინდისიერების ასამაღლებლად სისტემაში. ეს აისახა კიდევაც საერთაშორისო დონეზე. ამ დღეებში გამოქვეყნდა თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ D- კატეგორიიდან, ანუ იმ ქვეყნების კატეგორიიდან, როგორც არის რუსეთი, განა, რუანდა და ასე შემდეგ, გადაინაცვლა C კატეგორიაში იმ ქვეყნების ჯგუფში, როგორიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ლიტვა, ჩეხეთი, ავსტრია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გარკვეული მიმართულებების მიხედვით საქართველოს ლიდერი ქვეყნების ჯგუფში იმყოფება. ესეთი მიმართულებები არის მაგალითისათვის პერსონალის მართვა, ოპერაციები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენი ნება გახლავთ, ჩვენი ძალისხმევა გახლავთ მიმართული თავდაცვის სფეროში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისაკენ, რაც თავის მხრივ ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ნატო სტანდარტებთან დაახლოებაში და ზოგადად ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მოკლედ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ანტიკორუფციული ინდექსის არსთან დაკავშირებით. მას შეიმუშავებს საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთი. ეს გახლავთ უნიკალური მექანიზმი იმისათვის, რომ შეფასდეს კორუფციული კლიმატი თავდაცვის სფეროებში. ეს გამოკვლევა მოიცავს 80-ზე მეტ ქვეყანას, დგება 77 კითხვისაგან შემდგარი ყოვლისმომცველი კითხვარის მიხედვით, რომელიც 5 მიმართულებას აერთიანებს. ეს არის პოლიტიკური რისკები, ფინანსური რისკები, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული რისკები, ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და შესყიდვებთან დაკავშირებული რისკები. საქართველოს თავდაცვის სისტემის ესეთი მაღალი შეფასება და წინსვლა არის გამოწვეული იმ რეფორმებით, რომელიც ტარდებოდა და ეხლაც მიმდინარეობს აქტიურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტრო დახურული უწყებიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ღია და საჯარო უწყებად საქართველოში. გააქტიურდა მასმედიასთან ურთიერთობა, გააქტიურდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ასევე გააქტიურდა საპარლამენტო კონტროლი და გაიზარდა მისი ეფექტიანობა საქართველოს თავდაცვის სისტემის მიმართ. გატარდა რეფორმები პერსონალის მართვის, შესყიდვების, თავდაცვის ბიუჯეტირების მიმართულებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ყოველდღიური პერმანენტული ზრუნვა კეთილსინდისიერების ამაღლებაზე, მონიტორინგი ანტიკორუფციული გარემოს გაუმჯობესებისათვის, კორუფციული რისკების შემცირებისათვის. ჩვენ ნატო პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკორუფციული გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვასრულებთ. ამ გეგმის შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შექმნილი არის ანტიკორუფციული საბჭო. მინდა გითხრათ, რომ რეფორმები არ შეფერხდება, მომავალშიდაც კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება. ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ჩვენი მეგობრების მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში უკვე პროგრესი კიდევ უფრო დიდი იქნება.